უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში უამინდობას ებრძვიან ზვავ საშიშროების ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე. ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ენერგოპრო ჯორჯიის ტექნიკური ბრიგადების საგანგებო რეჟიმით მუშაობენ სხვადასხვა რეგიონებში. დიდთოვლობამ ელექტროქსელის ნაწილის დაზიანება გამოიწვია. Მობილეთის მომსახურების ცენტრში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულია კომპანიის ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია ბრიგადები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ყველა მიმართულებით. ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, იწყებოდა ტექნიკური მარილი, რა თქმა უნდა, მობილიზებული არის შესაბამისი ტექნიკა და მუშა პერსონალი. რჩება შეზღუდვა კობი-გუდაურის მონაკვეთზე, სადაც აკრძალული არის ზვავ საშიშროების გამო. აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა უკვე 80 სანტიმეტრს მიაღწია. ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. სპეცტექნიკით იწმინდება ქუჩები თოვლის საფარისგან უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთსა და ხელვაჩაურში. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური ჩართულია და მუშაობს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, როგორც აღდგენითი სამუშაოები, ასევე გაწმენდითი სამუშაოები. 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს ჩვენი ქალაქის მასშტაბით. ამავდროულად ჩართული არის ცოცხალი ძალა, მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები, 500-მდე ადამიანი ემსახურება ჩვენს ქალაქს. თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება გზები გურიის მუნიციპალიტეტში. რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. მობილიზებულია ყველა სამსახური, მიმდინარეობს გაწმენდა სოფლის მთავარი გზების, ასევე შიდა გზების. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში. მოვიდა ძალიან დიდი თოვლი და ამოსული არის ტექნიკა, რომ გაიწმინდოს გზები და ხალხს არ კონდეს შეფერხება. რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა თოვამ პრობლემები შექმნა კახეთშიც. რვავე მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თელავი გომბორი ვაზიანის უღელტეხილის ვერონა თელავის დამაკავშირებელი გზა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რჩება შეზღუდვა ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. საავტომობილო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზები, იყრება ქვიშა მარილის ნარევი. ტექნიკა შიდა გზებს წმენდს. გაწმენდილი არის სიონის და სნოს ადმინისტრაციული ერთეულები, ასევე გაწმენდილი არის დაბა სტეფანწმინდა. გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და 6 ბალიანი შტორმი.